პატრიარქის სიყვარულით გაერთიანებულ საზოგადოებაზე საუბრობენ პოლიტიკოსები, ოპოზიციაც და მმართველი გუნდიც თანხმდებიან, რომ ბოლო რამდენიმე დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოების ერთობა, რომელიც ურთულეს დროს ქვეყნის სახე გახდა. კიდევ ერთხელ გამოხატეს მადლიერება მათ უწმინდესის მიმართ. განვლილმა დღეებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის დიდი სიყვარული ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ხალხის, ჩვენი პატრიარქისადმი და ის ერთობა, რომელიც ამ ძიმე დღეებში ნამდვილად ჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას. ამიტომ მადლობა ჩვენს პატრიარქს დიდი სიყვარულისთვის და იმსახურებისთვის, რაც თავისი მოღვაწეობის შამს მან გასწია როგორც ქვეყნის, ასევე ეკლესიის მიმართ. ბევრი რამ გვაჩვენა, თუმცა როგორც ერთ-ერთმა რიგითმა პოლიტიკოსმა, ჩემთვის ეს იყო გზავნილი ასევე მოსახლეობის მხრიდან. თუ სად არის საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის რეალური ღირებულებები, რეალური მდგომარეობა და რეალური პოზიციები. თუ რას იცავენ და რაც თავარია პოლიტიკოსებისგან რის დაცვას ითხოვს მოსახლეობა. დღეებმა მთლიანად აჩვენა სად არის საზოგადოების გულისცემა. და ეს არის ის ღირებულებები კიდევ ერთხელ ის ფასეულობები, რასაც პატრიარქი იცავდა მთელი თავის მოღვაწეობის განმავლობაში, იქნებოდა ეს მშვიდობა, სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატივისცემა და დიალოგი ყველასთან განუჩენლად პოზიციებისა. და ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, რა თქმა უნდა, დიდმა თუ პატარამ ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა ესეც მიიღოს ამ ხედველობაში. პირველ რიგში ეს იყო ქართველი ერის დიდი სიყვარულის გამოხატულება კონკრეტულად ჩვენი წმინდა პატრიარქის ილია მეორის მიმართ და ადამიანებმა მართლაც ეს მთელი სულით და გულით, მთელი გრძნობით გამოხატეს. მაგრამ მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველი ეს არის ქრისტიანი და ქართველი ერი ეს არის ერი და არა უბრალოდ რაღაც ნაკრები სოციუმისა. აი ეს არის ალბათ ის, რაც ყველა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც დაინახა. და როდესაც საუბარია საქართველოს შეფასებაზე, საქართველოსთან ურთიერთობაზე, ქართველთან და ზოგადად ამ შემთხვევაში არა მარტო ეროვნებით ქართველს, ან ქრისტიანს, მთლიანობაში საქართველოს გულისხმობ, ყველამ უნდა ეს გაითვალისწინოს, რომ ეს არის ერი, რომელსაც გააჩნია თავისი უდიდესი ტრადიცია. ეს ტრადიცია არის დამყარებული ქრისტიანობაზე.